მოდი დავიწყოთ ყველაზე შორიდან. ანუ გეოგრაფიულ სიშორეს გულისხმობ შემთხვევაში ვაშინგტონიდან, ვინაიდან წლების განმავლობაში თეატრი, სადაც შენ საქმიანობდა ხარ წამყვანი არტისტი იყო, ყველაზე რეიტინგული თეატრი ვაშინგტონში და მოდი აქედან დავიწყოთ ამ შენი ამერიკული წარმატებიდან. კი ბატონო. პირველი შტაბ-ბეჭდილება იმისა, რომ აი რა ხდებოდა ჩვენს თავს, ეს იყო როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე დამოუკიდებელი სახელი მივეცით ასე ვთქვათ ჩვენ თეატრს, იმიტომ რომ მაშინ იმ პერიოდში მე რო ჩავედი, სხვა სახელს ატარებდა თეატრი და პაატას დღევანდელ სამხატვრო ხელმძღვანელს სხვა პარტნიორი ყავდა. მე რო ჩავედი უკვე სინეტიკი გამოვაცხადა და შემდეგ უკვე გამოვაცხადა რომ აი სინეტიკი და ვაკეთებთ ჰამლეტს. ჰამლეტი, ჰამლეტი კარგია. მაგრამ უსიტყვოსო. აქ უსიტყვოზე ხალხმა მოიცავ. ეგრე არ არისო. თქვენ რა გინდათო ეხლაო, რომ ისაო ბიბლიასო სიტყვები გამოაცალოთო? ჩაერთნენ ეხა ისა კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები, თან ისეთი გამოჩენილი რა. რო აზანზარებენ, ხო იცი თეატრებს და თეატრში რომ მიდიან და უკვე მსახიობებს ცუდად რო ხდებიან, ხო იცი ვაიმე ის მოვიდა და ეხა რას ბიზამს და მიწაში ჩაგდა. აი ეგეთი ხალხი, გამოხდნენ თქვენო გიჟები ხო არა ხართ. და არეკა ვიღაცამ იტალიიდან და არეკა უკაცრავად თქვენ ხო კარგად ახართო არა ჰამლეტი გავიგეო თქვენო უსიტყვოსო და რა არისო ეს ჰამლეტიო კაცო ბალეტს ცეკვავთო არა ბატონო ბალეტს არ ცეკვავთ ეს დრამატული სპექტაკლია მაგრამ უსიტყვოთ აბა დაიწყეს ახლა ფიქრი კაცო უსიტყვოთ to be or not to be ყოფნა არ ყოფნა რანაირად გინდა ახლა ეს თქვაო კაცო მოკლედ გია ჩაგვდეს მიწაში სანამ გამოუშვებდით ამ სპექტაკლს. აი ზუსტად ამაზეა ნათქვამი რა, ჯერ გადახტი და მერე თქვი ჰოპო რა. მაგრამ იმათმა ჰოპ ჩაგდეს მიწაში და ბოლოს მიწაში ჩადებულებმა ვითამაშეთ სპექტაკლი. ეხლა როგორი რაღაცა არის, ხო ვითამაშეთ. პირველი შტაბ-ბეჭდილება, რომ დამოუკიდებლად უკვე დამოუკიდებელი სახელით გავედით და ახალი თეატრი ახალი სახელი გამოჩნდა Cinetic Theatre. ვა, ახლა დავიბადეთ რა, ასე ვთქვათ რა, 2001 წელს. მაგრამ ეს განაცხადი ცოტა არ მოეწონათ, ხო იცი? ახლა გამოჩნდა, ჩამოვიდნენ ეს ემიგრანტებიო და აქაო და მოდიან და ჩვენ ბიბლიასო სიტყვებს აცლიანო და რა, ვინ არიან? დაგვანახეთ ერთი ვინ არიანო რა. ვაი მე ჩვენ ხო იცი შეშინებოდა და არ გვიქნათ რა პირველ ახლები ვარ და გეხვეწები და არ ჩაგდოთ მიწაში არა უნდა დაგმარხოთ ხო და ნუ დაგმარხეს ეხლა რა ხდება ეხლა ხო დაგმარხეს ახლა დამარხულებმა ამოყავით თავები იქ და რა ხდება და ტელევიზორში აჩვენებენ ეგეთი გადაცემა იყო Around the Town და განიხილავდნენ თეატრების, ანუ ახალი სპექტაკლებზე იყო განხილვა ხოლმე და მოდიოდნენ კრიტიკოსები, Washington Post-ი, City Paper-ი, ნუ 2, 3, 4 კრიტიკოსი იჯდა, მაგრამ ბევრი ყავდათ ეგეთი. აი იმ დღეს, როდესაც ჰამლეტზე იყო საუბარი, მოვიდა ყველა უკლებლივ როგორც ერთი, ყველა მოვიდა. ეს ყველა რო დავინახეთ, კაცო სულ გვაი მე მეთქი ხა ბიჭო აქ რაღაცა უბედურება მოხდება მეთქი რაღაცა უბედურებას გვიპირებენ თქო და დავხედეთ ახლა მე და ადამ ერთმანეთს და მე მგონი ეს ჩვენი უკანასკნელი დღეებია ხო იცი თვალებით რო შეხედავ რომ კარგად იყავი და იმანად ნახვამდის ახლა ჩვენ უკვე აღარ ვარსებობთ და როგორ ზიან იცი ასეთი სახეები ზიან ეს სახეებმა სულ შეგვაშინა კაცო სიჩუმე და უკან ეკრანზე აჩვენებენ ჩვენს ნაწყვეტებს სპექტაკლიდან. ეხლა ცენტრში ზის ერთი კაცი, რომელიც წამყვანია აგრეთვე კრიტიკოსი, მაგრამ წამყვანი. და ესე გამარჯობა თან ღიმილით კი არ არის ესეთი გამარჯობა რომდანები hi how are you არა ესე ციპათია მეთქი რაღაცა უბედურება ხდება კაცო და ეს ჰამლეტი გამოუშვეს სინეტიკის თეატრი ახალი აბა თქვენი აზრიო და ერთი იყო განსაკუთრებით ერთი კრიტიკოსი City Paper-იდან
სახელიც მახსოვს, ბობ მანდელო. ნუ ის ხმალა მოღებული ომობდა რომ ჩვენ ეს სპექტაკლი არ დაგვედგა. რას ქვია, რას როგორ ბედავენო. ეს ბობ მანდელო ზის თავჩაქინდრული ასე. დავაკვირდი, ამას აჭის მეთქი კაცო ვიფიქრე რაღაცა. კარგად უნდა იყოს მეთქი ახლა, კარგად ხო იცი, რაღაცა აი გამარჯვებული ხო იცი? მაგრამ არ არის კარგად. თავჩაქინდრული ზის და მიადგა ამას პირველი. ამ ბობ მანდელოს და აი თქვენი აზრიო თუ შეიძლება მე როგორც ვკითხულობდიო თქვენო ძალიან წინააღმდეგი იყავით ამ სპექტაკლის დადგმისო და აწია როგორც იქნა თავი ხა ძიმეთ აწია თავი და მეთქი ახლა დაიწყეთ რაღაცა უბედურება ასე რომ უყურებ ხო იცი ასე რომ ხო და დიახო მეო თავიდანვე როგორც კი გამოცხადდა ეს სპექტაკლი თან უსიტყვოთო სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი მე აით ხოიცი აით რო აქ შინაგანად აით სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი მაგრამ მინდა გითხრათ რომ სპექტაკლის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში მივხვდი რომ ღრმად შევცდიო ხო და მეთქი აგაშენა ღმერთმა მე გადავრჩით პატა გადავრჩით ხო და იმ დანარჩენმა კრიტიკოსებმა რა საქმე რაში იყო იცი რომ არ იცოდნენ ვის დაეწყო ხო აი ხო იცი საიდან დაიწყო პირველი და იმან პირველი როგორც კი თქვა რომ ანუ გამოწყდა სიმართლეში გამოწყდა რომ თლათ ეგრეც არ ყოფილა საქმე რომ ეხა უსიტყვოს მარტო სიტყვა ხო არ არის გენცვალე არის სხეულის მოქმედება და თურმე შექსპირი შესაძლებელი ყოფილა რომ უსიტყვოდ დადგა მას მერე როგორი ამბავია ჰამლეტის მერე დავდგი თუ არ ვცდები მაკბეტი მერე მაკბეტს მოყვა რაღაცა მეფელირი და მერე იყო ესეთი რაღაცა შემდგომი 3 სპექტაკლი ეხლა რას გააკეთებენ მოიცა ჩასაფრებულები რო არიან ეხლა რას გააკეთებენ დავდგით მაკბეტი ნომინაციები ბევრი ავორდები ბევრი რაღაცა გამოვიდა მერე დავდგით კიდე რაღაცა მერე მეფელირმა საერთოდ ისტორია ამოატრიალა აი ეს ჰელენ ჰეიზის აი როგორც ასე ვთქვათ თეატრალური ოსკარი იქაური აი ესეთი ამბავია და ნუ იქ საერთოდ შეცვალა ისტორია ახალი ისტორია დაიწერა აი მერე უკვე როგორ იყვნენ იცი რომ გამოაცხადებით ხოლმე უსიტყვოს ეგენი გააკეთებენ კაცო ეგენი